შინდისის ბრძოლის ისტორიულ ადგილას, სადაც 17 ქართველი გმირი თავგანწივრით დაიღუპა, მალე ახალი მემორიალური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვარმა აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამუზეუმო სივრცის მშენებლობა ორ ფაზად იქნება გამოყოფილი. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. მზად არის კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტები და ესკიზები, რომელიც დღეს შინდისის გმირების მემორიალის ტერიტორიაზე ფოტომასალის სახით გამოიფინა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ახალი მემორიალური კომპლექსი იქნება არა მხოლოდ სამამულო ისტორიის ღირებული მემკვიდრეობა, არამედ მარადიული დასტური გმირობის მნიშვნელობისა და სამშობლო სიყვარულისა, რომელსაც მომავალი თაობები გაეცნობიან. დღეს უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო და აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთის მხრივ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელი იერსახეცაც აქაურობა ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის ავთენტურობა, რომელიც აქ მოსულმა ადამიანებმა ნახონ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე დაემეტება სხვა ელემენტები, რომელიც მოყოფს იმ ადამიანების გმირობას, ვინც აქ ჩაიდინეს გმირობა 17 წლის წინ. და დღესაც ეს ადგილი არის ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი, ადამიანების ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აქ სხვებიც, მათ შორის სტუმრები ჩვენი ქვეყნის ნახავენ თუ ამ მემორიალს შემდგომში. დაანონსდა შინდისის მემორიალთან არსებულ ლოკაციაზე მუზეუმისა და მემორიალის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენი გმირები ყოველთვის გვახსოვს და ყოველთვის იქნებიან ჩვენ გულში და ეს იქნება არის კიდე იმის დასტური, რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი გმირების სომნის საპატივცემლოდ გავაკეთებთ იმას, რომ ყველას ჩვენ ისტორიაში შეეძლოს და შესაძლებლობა ჰქონდეს მოვიდეს, მოინახულოს და გაეცნოს იმ უახლოს ისტორიას, რაც მოხდა 17 წლის წინ.